ხუჩა კვარაცხელია რამოდენიმე თვეა ნეაპოლში. ახალ სახლში ცხოვრობს. ბინა ქალაქის ცენტრში მდებარეობს. საცხოვრებელი ადგილი უზრუნველყოფილია 24 საათიანი დაცვით და პარკინგით. კვარაცხელი ამჟამად ნეაპოლის პრესტიჟულ უბანში მდებარე სახლში ცხოვრობს. კვარა პროფესიონალია, რომელიც მოედნის გარეთ საკმაოდ სერიოზული და თავშეკავებული ბიჭია. ის გარშემორტყმულია შეყვარებულისა და დედის სიყვარულით. ნეაპოლი კი მასთვის ახალი გარემოა. რუსეთისა და საქართველოს შედარებით ცივი პეიზაჟების შემდეგ. კვარაცხელიას უყვარს ნეაპოლი და მის გულში მატგიურები. გარკვეული ხნის წინ, როდესაც ის ნეაპოლის გარეუბანში ცხოვრობდა, მისი სახლი ბოროტმოქმედების სამიზნე გახდა. ქურდება მისი ავტომობილი მინი კაუნტრი მოიპარეს. ამის გამო ქართველ ტალანტს არც თუ ისე უსაფრთხო საცხოვრებელი ადგილის შეცვლა მოუხდა. თავიდან ის ნეაპოლის ცენტრში მდებარე სასტუმროში გადავიდა, მაგრამ ახლა უკვე მას ახალი სახლი აქვს. ბოლო პერიოდში ქართველი ვია თასოს პარკში მდებარე სახლში ცხოვრობს, რომელსაც სადღეღამისო დაცვა, პარკინგი და სხვა სიკეთეები აქვს. მისი სახლიდან ნეაპოლის ყურის თამბეჭდავი ხედი იშლება. აქამდე კვარაცხელია ნაპოლის ბაზასთან ძალიან ახლოს ცხოვრობდა. მისი ახალი სახლი კი ბაზისგან მოშორებითაა, მაგრამ ეს მას არ უშლის ხელთ ვარჯიშში. ან სხვა საკითხებში, რადგან ასევე მას ჰყავს ეს მანქანა. მას შეძლო ერი თავისი სახელის გარშემო გააერთიანა. ახალგაზრდა სპორტსმენმა მსოფლიო აალაპარაკა. გადაჭარბების გარეშე. მასზე BBC-ზე საუბრობენ და მისი გვარის წარმოთქმა ბევრს უჭირს. მათთვის ხუჩაა კვარაშელია. ჩვენც კი ის ადამიანია, რომელმაც შეცვალა ფეხბურთი და დამოუკიდებულება ადამიანების მიმართ. ხუჩა კვარაცხელიაზე ინტერესი სწორედ მის წარმატების შემდეგ გაიზარდა. ალბათ ბევრს საინტერესოა როგორ გამოიყურება ფეხბურთის სახლი სოფელში. დიდი ეზო, თეთრი ორსართულიანი საკუთარი სახლი და გამწვანება. ასეთია ხუჩა კვარაცხელიას საცხოვრებელი სოფელ ნაკოფუში. სანამ გავაგრძელებ საუბარს გეტყვით თქვენი მეორე არხის შესახებ. მე კი აღწერაში დაგთხოვთ გამოიწეროთ, რადგან მანდაც დიდი შემართებით ვიწყებთ ვიდეოების გადაღებას. კვარაცხელიას მოპარეს ეს მექანიკური, რომელიც მან 28 სექტემბერს შეიძინა. ამის შესახებ ტვიტერში იტალიელი ჟურნალისტი ლუკა კარჩიონე წერს და აქვეყნებს ფოტოს, სადაც ხუჩა კვარაცხელია და მისი ავტომობილი ჩანს. ავტომობილი კუმეს დასახლებაში ფეხბურთელი სახლთან იყო. მედიის ინფორმაციით მანქანა იმ დროს მოიპარეს, როცა კვარა სახლში იყო, თუმცა ფეხბურთელმა ვერაფერი შენიშნა. ქართველმა ტალანტმა საჩივარი პოლიციაში შეიტანა, მაგრამ ვერ იპოვეს ქურდი. ახლა კი სხვა მანქანით მოძრაობს. ხუჩა კვარაცხელიას თამაშმა მისი ოჯახის წევრების პოპულარობაც გაზარდა. ამჯერად ხუჩას უმცროს ძმაზე თორნიკე კვარაცხელიაზე გიამბობთ. ის 12 წლისაა და ჩანს, რომ კარგი ფეხბურთის თამაში შეუძლია. თორნიკე კვარაცხელია 2010 წლიანია და ფეხბურთის თამაში 2016 წელს ავაზის საფეხბურთო აკადემიაში დაიწყო. სადაც მისი ნიჭიერება უყურადღებოდ არ დარჩენილა და მალევე დინამო თბილისის აკადემიაში გადაიყვანეს. ახლა ჩვენთვის უცნობია სად თამაშობს თორნიკე, მაგრამ ფაქტია, რომ ძმის მსგავსად წარმატებული იქნება. ასევე კარიერის პარალელურად საზოგადოებას არც მისი პირადი ცხოვრება ავიზრდება და მუდამ აინტერესებს. კვარაცხელიას რჩეული ნიცა თავაძეა, რომელიც მან მეგობრების გარემოსოში გაიცნო. როგორც თავად ამბობს, უკვე დიდი ხანია რაც ერთად არიან. ნიცა საქართველოშია, სამედიცინოზე სწავლობს. ხუჩა კი იტალიაში თამაშობს, თუმცა მანძილი მათთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს. ნიცა ქართულმა საზოგადოებამ უკვე შეიყვარა და ინტერესებს ყველაფერი, რაც წყვილის გარშემო ხდება. YouTube-ში კი ნიცას ვიდეო გავრცელდა.